მოკლედ კონკრეტულად და მკაფიოდ რო გამოვხატო ჩემი სათქმელი. ვიდრე საუბრობთ მაგალითად პოლონეთში 40 მილიონიან სახელმწიფოში. სახელმწიფოში სადაც ცხოვრობს 40 მილიონი ადამიანი, 40 მილიონი პოლონელი. დღეს გარდაიცვალა COVID ვირუსით ერთი ადამიანი. წარმოვიდგინეთ 40 მილიონიან ქვეყანაში გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაინფიცირდა მხოლოდ 222 ადამიანი. 40 მილიონი და 3 მილიონიან სახელმწიფოში ქვეყანაში. რაც არის ის რამდენი დავჭით ახლა სახეზე ვინც ფიზიკურად ქვეყნის ფარგლებს შეგნით ვართ, რა მდგომარეობაა იცით ჩემზე კარგად და თქვენ მომაყურებელმა მე მგონი კიდევ უფრო უკეთ და ამას ძალიან კარგად აშუქებთ. რა არის ამ ყველაფრის გამოწვევი მიზეზი? მათ შორის ის ადამიანი, ვიზეთ თქვენ ახლა საუბრობთ და გადაცემაში იწვევთ. ეხლა გუშინ თქვი და გავიმეორებ თქვენის ნებართვით მაპატიოს მაყურებელმა არ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდეთ და გქონდეს ამბიცია რომ არ გვიჭირდეს მატერიალურად, ან ბედნიერები ვიყოთ, ან ელემენტარული სოციალური გარანტია გქონდეს, ან უბრალოდ გვიხაროდეს ხვალინდელი დღის გათენება, დღევანდელი დღის გათენება, დაღამება, როდესაც ვიცით, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომლის სახე და გვარი არის ირაკლი ღარიბაშვილი. ნომინალურად, ფორმალურად თუ ასე შემდეგ წარმოადგენს სახელმწიფოს საერთაშორისო ვიზიტებშიც, ხო? ადამიანი, რომელიც უბრალოდ უბირი ადამიანია, იცით, აი წარმოდგენა არ აქვს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ერთი რამე იცის მხოლოდ 24 საათის განმავლობაში 18-17 წლის წინანდელ საკითხებს ეხება და ლანძღავს, თხატხავს საზოგადოებას, რომელიც მას ამაში არ ეთანხმება. ამიტომ შედეგად მივიღეთ ყოველდღიურად 50, 60, 70, 80 ადამიანი იღუპება. ეს აღარ არის ხუმრობა, ხახტო. ამას აქვს თავისი მიზეზი და ეს მიზეზი არის ოლიგარქის რეჟიმი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ დღევანდელი ეს ტრაგედია თითოეული ჩვენი ყოფი ადამიანის გარშემო სულ უფრო დაახლოს მოახლოვებულიყო. პრაქტიკულად არ აქვს გარშემო ადამიანი, ვისი გარდაცვალების შესახებ ცნობა არ მივიღეთ, ხო? და პანაშვიდზე არ ვიყავით და გასვენებაში არ ვიყავით. და რა უძღოდა ამ ყველაფერს ნიკა? უძღოდა ტყუილი манипуляция, მე ამ ყველაფერზე პოლიტიკური ქულების დაწერა, საარჩევნო კლიპების ჩაწერა, შარშა მხნილით მოყრა ასფალტზე, მათ შორის აქ თბილისში, კალაძიდან დაწყებული ზუგდიდში არაადეკვატური ღონისძიება, იმიტომ რომ საჭირო არ არის. გამოიყვანეს და ჩაატარებიეს არჩევნები შარშან ვის იმ ადამიანებს, ვინც რაღაცა სახის დობით ჯერ კიდევ სარგებლობდა ხედელობაში. მე მახსოვს შენი სტატუსი სხვათა შორის და ჩემ განცხადებების საპირისპირო იყო მაშინ, იმიტომ დამამახსოვრდა რომ ექიმები არიან და პატივი უნდა ვცეთ, არ უნდა ვილაპარაკოთ მათზე იმ შეფასებების ტონალობაში, რასაც პოლიტიკოსებს ვაფასებთ. რატო გადააფასე შენი ეს დამოკიდებულება ამ ექიმების მიმართ? ახლა ადამიანები, რომლებიც ვალდებულები იყვნენ და პასუხისმგებლობა ჰქონდათ აღებული თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა და ღია ეთერში თქვა, რომ მოსახლეობა იყოფა ორ ბანაკად და დიახაც ყოფ მე ამ მოსახლეობას ორ ბანაკად. სიმართლეს უნდა გაუმარჯოს ყველა. ბატონმა იმნაძემ ენა არ მოიჩლი გადათქვა, გასაგებია, მე ვარ საჯარო მოხელია, ხომ? ვარ პასუხისმგებელი თქვენ ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავე დროს ყოფო მოსახლეობას ორ ნაწილად და ორი ბანაკი ორი ბანაკი არის ქართული ოცნების ამორჩეველი და დანარჩენი საქართველო. ეს ადამიანო გააკეთა მკაფიოდ მახსოვს. ეს განცხადება პრეზენტაციაზე, ხო? მათ ჩაატარებიეს. არ გამოუტოვებთ არც ერთი პარტიული ღონისძიება, ხო? არც ერთი პარტიული ღონისძიება და დღეს აღმოჩნდა ყველაფერი, რასაც ისინი გვესაუბრებოდნენ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ჯერ არ იყო ხილული, აღმოჩნდა უკვე არათუ ტყუილი არამედ ტრაგედიაში ჩავეფლეთ. და როგორ შეიძლება ამას ახლა ბოლომდე ფარდა არ მოვხადოთ და სიმართლე საუბარი არ დავიწყოთ. ეხლა შარშანდელი წელიწადი მახსენდება, ეხლა ჯერ ტესტირება ვერ დაიწყეს, ტესტი ვერ შემოიტანეს, მერე ვაქცინაცია ვერ შემოიტანეს, მერე როცა შემოიტანეს ის ვაგლახით, ამის საწარმოებელი შესაბამისი ვაქცინაციის შესაბამისი კამპანია ვერ დაიწყეს.
და თითქოს ეს ყველაფერი არ ხდება. გამოდიან, საუბრობენ იმაზე, რომ თურმე რა მაგარია ბიძინა ივანიშვილი, რა მაგარია ქალბატონი წულუკიანი, როგორ იპარავს მიკროფონს ჟურნალისტებისგან, როგორ ვცემთ ჟურნალისტებს. აღარ მინდა ამაზე საუბარი და ქალბატონი წულუკიანი ატარებს იმ კონცერტებს. როგორ შეიძლება ეს სად არის, რა იარაღი აქვს საზოგადოებას ხელში, რომ ეს ვითარება სწრაფად მალე შევცვალოთ. მადლობა ღმერთს 2 ოქტომბერი ძალიან მალე დადგება. თავარი იარაღი არის გონიერება და თავარი იარაღი არის ჩვენს ხელთ. ეს არის სიმტკიცე, ერთობა, მონდომება, ვერანაირად ძვირფასო მაყურებლებო, ვერანაირად, აი გააყალბებენ, საუბრობენ, დააშანტაჟებენ, შეაშინებენ, რის უფლებასაც მივცემთ, იმას გააკეთებენ. რამის უფლებას არ მივცემთ, არ მივცემთ უბრალოდ საკუთარი სულისკვეთების, საკუთარი შესაძლებლობების, საკუთარი რწმენის გჯერა და იგრძნობა ეს ველზე თითოეული აქ ყოფი ადამიანი ამ ყველაფერს დაადასტურებს და დღეს დასკვნითი ეტაპი იყო მერობის კანდიდატების წარდგენისა. სხვაგვარად სიმართლე ეს არის, რომ რეფერენდუმის ლიდერები იქნებიან ადგილზე ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მართლაც საკითხით იშრომებენ, განსხვავებული ადამიანები იქნა წარდგენილი განსხვავებულ ოლქებში, დაწყებული გამოსტილი მძიმეწონიანი პოლიტიკოსებით, ისეთი როგორიც არის მაგალითად გიგი უგულავა ფოჩი, ხატია დეკანოიძე ქუთაისში, დათო კირკიტაძე რუსთავში, გიორგი ბოტკოველი თელავში, დღეს იხილეთ აგერ კობანაყოფია სენაკში, სხვადასხვა განსხვავებული მრავალფეროვანი ადამიანებით წარუდგენთ საზოგადოების წინაშე და გვაერთიანებს ერთი რამ, ამ ქვეყნის სიყვარული. დიახაც, ბატონი ალექსანდრე მაგალითად დასაფასებელია ყვარელში, რომ გადადგა ნაბიჯი და ჩვენთან ერთად ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთან ერთად, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საკუთარი ოჯახი უზრუნველყოს იმით, რასაც ინატრებს ყველა საქართველოს მოქალაქე, შემოდის ამ ბრძოლაში და დგება ავანგარდში ბრძოლისა ყვარელში და მინდა ახლა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ ახლა გია ხარჩილავა წალენჯიხაში, ასე შემდეგ თითოეული თქვენგანი აქ ისაუბრებთ, პეროდ რო არ წაგათვათ. ამიტომ დღეს არაფერი ისეთი მოწინააღმდეგე საქართველოს არ ყავს, როგორიც არის უიმედობა და უპერსპექტივობა ნიჰილიზმი. და მე ძალიან ვამაყობ ადამიანებით, ვინც გადადგა ეს ნაბიჯი. არსებობენ ადამიანები, ვისაც უნდათ პოლიტიკაში ყოფნა, ვისაც უნდათ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, მაგრამ თავის შეწუხება არ უნდათ პოლიტიკურ ველზე გასვლა არ უნდა. ასეთ ადამიანებს ვაკვირდები და დიდ გამოცდილებას ვიღებ, იმიტომ რომ ჩემს გვერდით ბევრი ადამიანი პოლიტიკოს უბრალოდ ვერ დავინახე და გასაგებად ჩემთვის მაგალითად პირადად მე ნიკაბელიან ბევრი ადამიანი მამა თქვენი დაინახეთ ზუგდიდში. პირადად ჩემ ბევრი ადამიანი ჩამოვწერი, ანუ ჩემი პოლიტიკური ასე ვთქვათ კატეგორიები და მსჯელობა როდესაც იწყება ადამიანთან ერთობაში დასკვნები გავაკეთე. ისეთი ადამიანები დავინახე თავით გადაშვებული ბრძოლაში, რომელიც დიახაც მიდიან ყველაფერზე შვილებისა და მომავალი თაობებისთვის და ისეთი ადამიანები დავინახე, ვისაც ეკუთვნოდა და არ წამოვიდა, მაგრამ როცა გაიმარჯვებს ოპოზიცია, ხვალტაზე ალბათ პირველები იქნებიან, ვისაც მოუნდება ერთს მინისტრობა, ან მეორეს მინისტრის მოადგილეობა, მაგრამ იზე ხართ ნაწყენი ბატონო. არ ნაწყენი არ ვერ ვხედავ, ხალხს ვერ ვხედავ ველზე, პოლიტიკოს, აი ვისაც თქვენი ეთერი აშუქებდა მრავალჯერ, არაერთხელ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების პოლიტიკოსებს ეხება. ვერ ვხედავ უბრალოდ ადამიანს, ვეღაც ტელევიზორში ვხედავ და ვეღაც ველზე და დიახაც პოლიტიკური კლასი იცვლება და ნამდვილი აი პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანები იკავებენ მათ ადგილს. მარტო ბლა 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 და ლაი 24 საათი ტელევიზორში და ეს ადამიანები რო გაუჩინარდნენ ზოგი ჭირი მარგებელია, გამოვიდნენ ავანსენაზე ადამიანები, ვისაც გული უძგეთ, ნამდვილად პატრიოტიზმი და დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, დიდი მადლობა ყველა სხვა პოლიტიკური პარტიების კანდიდატებს, რომლებიც ნაწილი გამოვიდნენ და ნაწილი უახლოეს დღეებში დაიწყებს ბრძოლას, იმიტომ რომ არ ვტყუი, არც მე და არავინ. ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა და ეხა გადამწყვეტ ბრძოლაში ადამიანი რომ არ შედის ბრძოლაში და მეტიც საერთოდ გაუჩინარდება ხარ, როგორ შეიძლება პატივივცე შეუძლებელი ამ ადამიანებს ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ უფრო მეტი დრო დაერთვოთ ჩემის მხრივ რაც იქნება დამოკიდებული როგორც საეთერო ასე პარტიამ მეტი გაქანება და გასაქანი მიცეს. დიდი მადლობა ყველას და
მოკლედ ეს არის მოკლედ ისე თქვას მინდოდა ბოლო შეკითხვა მაქვს 2000-მდე ადამიანმა დარეკა უკვე და 98% ამბობს რომ აზრი აქვს და 2% ამბობს რომ აზრი არ აქვს ამ არჩევნებზე მისვლას. აი იმ 2%-ს რას ეთყოდით? იმ 2%-ს ვეტყოდი რომ დაგვიჯერონ 98%-ს. აი 2%. იცით რა არის ზოგჯერ ზამზარეული უნდა დგამ იგეთ მე ვიცი რომ ესეთ ადამიანებს იბრძოლე წადი ყველაფერი გააკეთე კი ნიშნავს კი არ უგებ ეს შეგნები და არსებით ვართ ამ ბრძოლაში მაგრამ არ მჯერა და ნიჰილიზმის ასე თუ გაღრმავებას მაინც არ შეუწყო ხო ხელი ეხა ამაზე დიდი პატივი რომ თანამედროვე საქართველოს მოქალაქეს კონდეს შესაძლებლობა ნიკა ძირფას მეგობრებო კონდეს შესაძლებლობა რომ უდიდესი როლი ითამაშო და ლომისვილი შეიტანო ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში რა უნდა იყოს რომელი მილიონი რომელიავლადიდება და რა პატივი და რა ვიცი ნებისმიერი სხვა რაც გინათ ჩამოთვალეთ შეიძლება გვეცხოვრა ყველას ქონოდა ყველაფერი იმაზე მეტი ვიდრე ვისურვებდით მაგრამ სახელმწიფოსთვის ბევრი ვერაფერი ვერ გავუკეთებია იმიტომ რომ ბევრი უკვე გაკეთებული იქნებოდა ნეტა ყოფილიყო ასეთი მოცემულობა მაგრამ დღეს აგერ ცოცხლები ვართ ვეხებით ერთმანეთს ხედავთ გარეთ რა ვითარებაა სოფლად რაიონებში რეგიონებში ცოცხალმა ადამიანებმა რომლებიც აბსოლუტურ უმრავლესობაში ვართ ქვეყანაში რაღაცა ერთ პატარა ბეწო სახელმწიფოში მოვინდომოთ გული და სულით და ამას ვერ მივახციოთ ეს არის გამორიცხული აგერ თქვენ აგერ ჩვენ აგერ მაყურებელს ვართ 3 ოქტომბერი მოვა და ვნახოთ ერთი რა 40%-ს მივახლოვდება ქართული ოცნება ვერანაირად მაგრამ გავიდა შეთანხმებიდან მე ქართველი ხალხის ხმა აიძულებს ქართულ ოცნებას გააკეთოს ის რაც გააკეთა ბევრმა რეჟიმმა თავის დროზე. შიში არის